შეკითხვა მაქვს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩემი მეხსიერებით გადამწყვეტი როლი ითამაშა საჰაერო უპირატესობამ რუსეთის ფედერაციის და ჩვენ იმ პერიოდში პრინციპი ჩვენი ანტისარაკეტო თუ საჰაერო თავდაცვის სისტემები არ აღმოჩნდა საკმარისი ამ შეტევების მოსაგერიებლად. მაინტერესებს მას შემდეგ რა გავაკეთეთ ამ მიმართულებით რა ანუ დღეს რა ვითარებაა. კი ბატონო შეიარაღებაზე უპასუხებ რა თქმა უნდა ჩვენ ბევრი ძველი მოძველებული საერთო ესე ვთქვათ ღირებულების საბჭოთა ტექნიკა შემოგვჭა მაგრამ რაც ასიხარულო პირველ რიგში საჰაერო თავდაცვის საშუალებები ჩვენ პირველი ეტაპი მოვასწარით ესე ვთქვათ და ფრანგებისგან ვიყიდეთ ახლო და საშუალო სიშორის საჰაერო თავდაცვის საშუალებები იმ ინტენსივობით რომლითაც პრაქტიკულად შესაძლებელია საქართველოს თავზე ფრენა მაქსიმუმ 6-7 ნუ მაქსიმუმ 12 თვითმფრინავი ამ საშუალებებს აქვს შესაძლებლობა ტოლსტორად ებრძოლოს რუსეთის ავიაციის წინააღმდეგ იმიტომ რომ 10-12 თვითმფრინავი ერთდროულად ვერ შექმნის ეგრეთ წოდებულ გადატვირთვას ანუ ვერ ბრძოლის უნარიანობას ვერ შეუმცირებს ქართულ საჰაერო თავდაცვის საშუალებებს. კიდევ ხო თუ რა თქმა უნდა ეხა იმ რაკეტების რაოდენობას, იმ დრონების რაოდენობას, იმ თვითმფრინავების რაოდენობას, რასაც ეხა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს, ეს რა თქმა უნდა გადატვირთავდა საქართველოს საჰაერო თავდაცვის საშუალებას, მაგრამ კიდევ ერთხელ რა ვიცი, არ ამგონია ეხლა რუსეთს კონდეს იმდენი სიბრიყვე, რომ უკრაინის ფრონტი დაასუსტონ და საერთო ოპერაცია დაიწყოს საქართველოს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა ეს პრობლემა იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის ეს რა თქმა უნდა იქნება ტკივილი იმიტომ იქნება დაღუპული ადამიანები მაგრამ ძალიან ეს სწრაფად და რაღაც დღეების განმავლობაში სახმელეთო ოპერაციის გასატეხად ეს არ იქნება საკმარისი და კიდევ ერთხელ უბრუნდებით იმ საკითხს რომ რუსეთისთვის საქართველოში ომის დაწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას თუ მას გარანტია იქნება რომ საქართველოში ომს დაასრულებს სწრაფად და კიდევ ერთხელ მაშინ უბრუნდებით იმ საკითხს მას ჭირდება 60,000-იანი კონტინგენტი. გარდა ამისა საქართველოს შეიარაღებული ძალები აღჭურვილია ჯაველინების სისტემით. ერთი პერიოდი ჩვენ მივიღეთ, ანუ ნაწილობრივ შევისყიდეთ, ნაწილობრივ საჩუქრად მივიღეთ, მაგრამ გარდა იმისა, რომ გვაქვს გარკვეული რაოდენობით და არც ისე მცირე რაოდენობით, მთავარი რაც არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფში არის ერთი ან ორი სპეციალური ყველა ასეულში ერთი ან ორი სპეციალისტი, რომელსაც სწავლება აქვს გავლილი და ფლობს ამ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემას. და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მე არ მინდა ომზე საუბარი, იმიტომ ჩვენ საუბრობთ შემაკავებელ ფაქტორზე, რომ ეს ომი არ იქნება. თუმცა კიდევ ერთხელ ამ შემაკავებელ ფაქტორს ქმნის ისიც, რომ რუსეთმა იცის თუ ომი გაჭიანურდა 3 დღეზე მეტი, 5 დღეზე მეტი, რაც პრობლემა ჰქონდა 2008 წელს, ამ დროს ერთვება სხვა ფაქტორები და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აღარ მოაქვს აღარც იარაღი და აღარც ტექნიკა. უბრალოდ ჩვენ ეს არ გვინდა და ჩვენ გვინდა და ვთვლით იმას, რომ შემაკავებელი ფაქტორები გაცილებით მეტია, ვიდრე წამახალისებელი რუსეთისთვის, რომ დაიწყოს ეს ომი. აღნიშნულ კითხვასთან მე ერთი ფაქტი მინდა უბრალოდ დავუმატო. იმაში გეთანხმებით, რომ საავიაციო მხარდაჭერა 2008 წლის ოპერაციის დროს იმის განსაკუთრებით მოდი ასე ვიტყვი რა 10 აგვისტოს შემდგომ დღეებში ძალიან მინიმუმ ძიმე ფსიქოლოგიური მომენტი იყო მოსახლეობისთვის და ჯარზეც არ დავავსაუბრობ, მაგრამ მე მინდა უბრალოდ რიცხვებით არ მინდა მოგაწყინოთ თავი რა უბრალოდ მინიმუმ ორი ფაქტი მინდა გაგახსენოთ რომ საავიაციო მხარდაჭერის ოპერაცია 8 აგვისტოს დაიწყო რუსების მიერ დილით და 8 აგვისტოს თუ ზუსტად მახსოვს 16 საათზე რუსული ავიაციის ორმა მოიერიშე პოლკმა უარი განაცხადა საბრძოლო გაფრენების შესრულებაზე. რატომ? იმიტომ რომ გაგახსენებთ 2008 წელს ერთ-ერთი ძალიან კარგი იმდროინდელი ინოვაცია იყო ეგრეთ წოდებული კვადროციკლიანი გადასატანის საზენიტო კი ჩამოგდებებიც მოხდა ეხლა აღარ დავითვლი მეთქი რა მაგას ვამბობ. ეგ პირველი მომენტი იყო და მაგის გადაფარვა რუსებმა შეძლეს ერთადერთი იმითი რომ
სულ მოვიწდება პოდოლსკი თუნდაც მახსოვს. მოკლედ მოსკოვთან ახლოს მდებარე ძალიან სერიოზული დაწესებულებაა ავიაციის საბრძოლო გამოყენების ცენტრი, მაგისი ინსტრუქტორები გამოუშვეს. იმიტომ რომ დანარჩენებმა ანუ სახაზო პოლკებმა უარი განაცხადეს ფრენაზე და ყველაზე დამაგვირგვინებელი ერთმანეთ გეტყვით მიუხედავად იმისა რომ 4 წელია მე-4 წელია მიდის აქტიური ომი უკრაინაში ყველა შესაძლო სიტუაციის გამოყენებით არც მანამდე და არც იმის მერე 2008 წლის თუ ზუსტად მახსოვს 9 ან 10 რიცხვი იყო აგვისტო ერთადერთხელ არის ჩამოგდებული რუსული სტრატეგიული ბომბდაშენი Tu-22 M2 და ისიც ჩამოგდებულია საქართველოში და მერწმუნეთ შემთხვევით არ ჩამოვარდნილა ის თვითონ არ ჩამოვარდნილა ასე რომ იმ მაშინაც იმუშავა უბრალოდ ეხლა რატომ შეჩერდა მე წინააღმდეგობა ეგ ცალკე თემის საკითხია და ეგ შემდეგისთვის შევინახოთ მადლობა კითხვით ნაბიჯ ვარვარიაჩი ძალიან დიდი მადლობა